იქიდან გამოვიდა საზღვარი ნიკორფსურიდან დარუგანდამდე, ალთიდან ბალთამდე. იმ იდეოლოგიამ შექმნა ეს, იქაურმა აზროვნებამ შექმნა და სისხლმა და ქცევამ შექმნა. თუ დაიწყო იგი გრიგოლ ხანადან და თუ დაიწყო იგი იოანე ათონელიდან, ექვთიმე ათონელიდან, თორნიკე ერისთავიდან და გრიგოლ ხანძთელიდან, შემდეგ იქ გადავიდა გიორგი ჭყონდიდებში. და გზებს რო დააკვირდები მიმართულებებს, ერთნია ორივეს, ერთნია სამივეს, ერთნია ოთხივეს. ერთ გზაზე მიდიან და ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ზნეობრივი გზა იყო. და სულ ახლო აქეთ დროში კიდე მე-19 საუკუნეში თქვა. როცა 1793 წელს და 1801 წელს კიდე რომ გააუქმეს სამეფო და საკათალიკოსოს რომ მიაღწიეს, იქ იმერეთი კიდე ებრძოდა სოლომონ მეორეთი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა. იქ იყო მღვდელმთავრები, რომლებიც იყვნენ მამაცნი, ქართველნი და ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდნენ. იქ იყო ხალხი, რომელიც აჯანყებას ედგა მღვდელმთავრების სათავეში. იქ, იმიტომ რომ იმედად მაღალი იყო ქართული ეროვნული ცნობიერება და განათლებაც, წესიც და ადათიც, რჯულიც. და სხვადასხვა უნდა იცოდეთ და იცით თქვენ რომ სოლომონ პირველი და სოლომონ მეორე ორივე წმინდანადაა შერაცხოდა. ის აჯანყების მთავრები კიდე ექვთიმე გენათელი და დოსითოვოს კუთათელი ორივე წმინდანად არის შერაცხული ქართული ეკლესიის მიერ. ასე რომ ბრძოლა თუნდაც არ ყოფილა ღვთის გმობა, მაგრამ კოსმოპოლიტიზმი კი გმობა ღვთისა. იმიტომ რომ შეეკრები ვიღაცას რუსეთის აგენტურას და იქ ЦРУ-ს აგენტურას და იქ ვიღაცის აგენტურას, ეს უფრო ამაზე უნდა იფიქრო, ესაა ცოდვა. თორე გაჭირება და ის კი არა ცოდვა, აგერ მიწაგვა გარაჩოველებრივი, ტყაიგვა გარაჩოველებრივი, მზელოგვა გარაჩოველებრივი, შრომა გვინდა მხოლოდ და ცოდნა გვინდა მიწისა, მიწათმოქმედების. თავისუფლად იცხოვე. კიდე ამ პარტონების დაკარგვა უნდა. და ჩამოხვიდა მიწად. თორე აგერ მე-20 საუკუნეში ის მე-19-ში იყო ორი მღვდელმთავარი. მე-20 საუკუნეში აგერ მიტროპოლიტი ნაზარი თავისი სასულიერო დასით მარხიას საკიჩხის ეკლესიის ქვევით. წანწითელასა და იმ ეკლესიაში შორის დღის პირზე. სადაა იქ სასაბლავო საერთოდ არ ვიცით, მაგრამ იქ მარხია, ხალხის ნანახია და ხალხის გადმოცემით. დაიღუპნენ სარწმუნოებისთვის, არ უღალატეს რჯულს, არ უღალატეს ზნეობას, არ უღალატეს განათლებას, არ უღალატეს ცნობიერებას, ეროვნულ ცნობიერებას. ერთი კიდე კარგი მღვდელმთავარი ყავდა, რომელიც ხსენებაც არ არის არსა. ანტონ გიორგაძე იყო, ის მოწავლეს ბოლშევიკებმა. სასულიერო პირებმა მოწავლეს.